დღეს, როდესაც მომხმარებელმა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში დილით გაიღვიძა და ქუჩაში გავიდა, წარმოუდგენელი არ შეიმჩნია ის მრავალი ბილბორდი თუ საქართველოს ბანკის სერვის ცენტრი, რომელიც სულ ახლებურად არის შეფუთული. ეს ესე ვთქვათ, შეფუთვა გაუწყებს იმას, რომ იგრძენი მომავალი სწორედ საქართველოს ბანკის ახალი სლოგანი არის. რამდენიმე კვირის განმავლობაში მომხმარებელი ელოდა სწორედ ამის აღმოჩენას, თუ ვინ იყო ბოლო-ბოლო სლოგან იგრძენი მომავლის უკან. რასაკვირველია, თვითონ ტიზერ კამპანიაში, თვითონ ამ ცნებაში ახალი არაფერია, ვინაიდან საქართველოშიც არაერთი ასეთი კამპანია გვინახია. მაგრამ თვითონ მიწოდების ფორმა იყო ძალიან საინტერესო. თქვენ გემახსოვრებათ ალბათ, რომ რამდენიმე კვირის წინ ტელევიზიები დატრიალდა ვიდეო რგოლი მე გაფერადებ შენ, რომელმაც იმის გარდა რომ შექმნა უახლოესად დადებითი ემოცია და იმის გარდა რომ გააჩინა რასაკვირველია შეკითხვა, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ამას გარდა მომხმარებელს შესთავაზა იმ თავითვე ჩართულობა. რადგანაც ბუნებრივია ყოველთვის რაღაც მუსიკალურ კლიპს, მით უმეტეს როცა ის ხშირად ისმის რადიოთი, მოუყვება გარკვეული გამოხმაურება მომხმარების მხრიდან, ისე ვთქვათ, ახლოს მოაქეს სიმღერა თავისთან ინტერესდება, უსმენს ხშირად, ანუ ჩართული არის ამ პროცესში. კიდევ ერთი რაც ამ კამპანიის შემთხვევაში არის აღსანიშნავი, ანუ გარდა იმისა, რომ ტიზერ კამპანია თვითონ იყო ძალიან ორიგინალური ფორმით მიწოდებული, გარდა ამისა, ის იყო ძალიან მასშტაბური. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კამპანია, რაც კი საქართველოს უნახია. დაახლოებით ერთ დღე-ღამეში გამოიცვალა ყველა ბილბორდი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რომელიც გვაუწყებდა იგრძენი მომავალს. ანუ მომხმარებელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხედავდა ბილბორდს, რომელიც აუწყებდა მას გარკვეული იგრძენი მომავლის შესახებ. ეს იყო ძალიან ეფექტურად ბილბორდების ზუსტად შუაში განთავსებული ფრაზა, რომელიც ეგრევე მოდიოდა. და აი სწორედ ამ ფრაზის გაშიფრვა მოხდა დღეს 17-ში, რაც განხორციელდა ზუსტად 24 საათის განმავლობაში არა ესე ვთქვათ, მართ არაჩვეულებრივ ტემპში იმუშავა ეს ჩვენმა თანამშრომლებმა და შეძლეს ფაქტურად შეუძლებელი, ანუ გამოიცვალა ყველა ბილბორდი, სტიკერი თუ პოსტერი სერვის ცენტრში და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ესე ვთქვათ, ამ შეფუთვის შემყურე მომხმარებელმა იგრძნო მომავალი.